ამერიკისა და მოკავშირეების საზღვაო ძალებს სომალის ნაპირებთან მეკობრეებთან ბრძოლის საქმეში დიდი წარმატებები აქვთ. ახლახანს ორი მეკობრის დაკავების მიუხედავად, მათი გასამართლების ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშაა. კენია ერთიანი სამხრეთ აფრიკის იმ ორ ქვეყანას შორის, რომელიც მეკობრეების გასამართლებისთვის მზად არის. წლის დასაწყისში კენიაც უარზე იყო იუსტიციის სისტემაში არეულობის მომიზეზებით. მხოლოდ ევროკავშირის დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსემ ვეტანგულამ მეკობრეების გასამართლებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. მათი მიღება ნაწილობრივ უნდა განხორციელდეს, საქმე უნდა გადაიხედოს, მოლაპარაკებები გაიმართოს და ამის გაკეთების საუკეთესო გზა უნდა შევარჩიოთ. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარე კეთრინ აშტონი მას ეთანხმება. ტვირთი უნდა გადანაწილდეს ამ პრობლემის გადაჭრას, ეს ქვეყანა მარტო ვერ იკისრებს. თუმცა კენია ამ საქმეში მარტო აღარ არის აფრიკის სეიშელის კუნძულების პატარა სახელმწიფომ ახლახანს მეკობრეების გასამართლება დაიწყო და მომდევნო 31 საქმის განსახილველად სპეციალურ სასამართლოს ამზადებს. სეიშელის ელჩი გაეროში რონალდ ჯუმეო ამბობს. მეკობრეების პატიმრობით ჩვენი ციხეების ტევადობის 10%-ია ათვისებული. ეს უკვე ლიმიტია. აი რამდენი ადამიანის დატევა შეუძლიათ ჩვენს ციხეებს. რიშის შესაძლებლობა აქვს სეიშელის სასამართლო სისტემას. დღეს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ორი მეკობრის საბრალდებოდ დასკვნას აცხადებს. ამერიკასა და ევროპაში მეკობრეობაში ეჭვმიტანილთა საკმაოდ მცირე რაოდენობის ექსტრადიცია მოხდა. ახლახანს პირველი მეკობრე ჰოლანდიის სასამართლოში გაასამართლეს და ეს მეკობრეობის პირველ ევროპულ საქმედ ითვლება. მარტსა და აპრილში ევროკავშირის საზღვაო ძალებმა მეკობრეობაში ეჭვმიტანილი 275 ადამიანი დააკავეს, თუმცა სასამართლოს წინაშე მხოლოდ 40 მათგანი წარსდგა. 235 კი გაათავისუფლეს. პოლიციის მიერ მეკობრეების დაკავება და შემდეგ გათავისუფლება არაეფექტურია, ამბობს ჯან პაიკი, სამხედრო საინფორმაციო ვებგვერდ Global Security .org-ის მფლობელი. ფიქრობ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ანტიმეკობრულ ოპერაციებში იმის გაანალიზებაა, რომ მათ იგრძნობს საქმის სერიოზულობა. თუ ჩვენ მათ დავაკავებთ და შემდეგ გავათავისუფლებთ, ეს არ მოხდება. სასჯელად ან ხანგრძლივი პატიმრობა ან რაიმე უარესი უნდა მოვიფიქროთ. რუსული გემის შეპყრობისთვის დაკავებული მეკობრეები მაისის დასაწყისში გაათავისუფლეს, მაგრამ რუსეთის ოფიციალური განცხადებით 10 მეკობრე დაიკარგა და შესაძლოა დაიღუპა კიდეც. ბევრი ქვეყანა თავს არიდებს მათ გასამართლებას, რადგან შიშობს, რომ მსგავსი პატიმრები შემდგომ თავშესაფარს მოითხოვენ, თუმცა მათი გასამართლება საჭიროა თვლის ტი კუმარი ორგანიზაციის საერთაშორისო ამნისტიიდან. The embassies should be involved to provide them not only the family visits. საელჩოებმა უნდა აკონტროლონ, რომ ისინი უზრუნველყოფილები არიან არა მხოლოდ ოჯახის წევრების მონახულებით ან წერილების მიღებით, არამედ ნორმალური კანონიერი მოპყრობით. საიდან ვიცით მეკობრეა თუ არა, შესაძლოა მეთევზეა. ის შეიძლება ცუდ დროს არასწორ ადგილას მოხვდა. ჩვენ გსურს საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ საკითხს ჰუმანური თვალით შეხედოს. ჯონ პაიკი ამბობს, რომ ამ საქმეების ჩვეულებრივი კრიმინალის რანგში განხილვა არაპროდუქტიულია. დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ამას როგორც კრიმინალურ პრობლემას ისე განვიხილავდით, თუმცა კრიმინალური სამართალი მზად არ არის მსგავსი საკითხების განსახილველად. თუ კი ამას სამხედრო პრობლემის ჭრილში განვიხილავთ, შესაძლოა შედეგებამდე მივიდეთ. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ მძლავრი იარაღის გარეშე როგორიც შეიძლება გასამართლების შიში იყოს, მეკობრეების დაკავებაში მილიონობით დოლარის დახარჯვას აზრი არ აქვს. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.